კაცრი მშობლები უკეთეს ბავშვებს ზრდიან. მოდით ვიდებატოთ. კრისტი ანასტასიას წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. აირჩიეთ თქვენი პოზიციები. ვეთანხმები? არ ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ, მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ ანასტასიას არგუმენტი. ანასტასია, შენ ამისთვის მხოლოდ 15 წამი გაქვს. კაცრი მშობლები ზრდიან ისეთ ბავშვებს, რომლებსაც კარგი დისციპლინა აქვთ. თანაც პატარა ბავშვებს ჭირდებათ მკაფიო ჩარჩოები თუ რა შეიძლება და რა არა. ასეთი მკაცრი აღზრდა ბავშვს ეხმარება შეცდომები არ დაუშვას და უფრო წარმატებულიც გახდეს. ახლა კრისტის კონტრარგუმენტის ჯერია. კრისტი, შენ ამისთვის 14 წამი გაქვს. ზედმეტად მკაცრი მშობლები ხშირად ბავშვებს არ აძლევენ თვითგამოხატვის თავისუფლებას. რის გამოც ასეთ ბავშვებს არ აქვთ თავდაჯერებულობა. ეშინიათ შეცდომების დაშვების და მშობლის მოსმენის ნაცვლად მათ ბევრ რამეს უმალავენ. ეს არ არის ჯანსაღი ბავშვის განვითარებისთვის. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ კრისტის არგუმენტი. ბავშვი, რომელიც თბილ და მეგობრულ გარემოში იზრდება, უფრო კომუნიკაბელურია და საკუთარ სურვილებსაც უკეთ იცნობს. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვები უფრო დამოუკიდებლები და შემოქმედებითები არიან, რადგან მათ არ ეშინიათ შეცდომების დაშვების. ურთიერთგაგება უკეთეს შედეგს ეძლევა ვიდრე კრიტიკა. ახლა ანასტასიას კონტრარგუმენტის დროა. ანასტასია, შენ ამისთვის 14 წამი გაქვს. თავისუფლება კარგია, მაგრამ ზღვრებია საჭირო. როცა მშობელი ზედმეტად მობიერია, ბავშვი ვერ სწავლობს პასუხისმგებლობას. კაცრი მშობელი კი ბავშვს ასწავლის, როგორ მოიქცეს რთულ სიტუაციაში. ასე უფრო მარტივად აღწევს წარმატებას. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. კომენტარებში დაგვიწერე მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.